ოცნების პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილია დაბარებული, მას 19 კითხვა გიორგი გახარიას პარტიამ გაუგზავნა. კითხვები ძირითადად ოლიგარქის იზოლაციონისტურ პოლიტიკას უკავშირდება. ოპოზიციას აინტერესებს, ხომ არ შედის ოცნების გეგმაში ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რასაც რეჟიმის სატელიტი პარტია პროპაგანდისტული მედიის დახმარებით აქტიურად ლობირებს. ბოჭორიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პირდაპირ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის საგარეო კურსის სრულებასა და ევროკავშირთან უკიდურესად გაუარესებულ ურთიერთობებზე. ნინი ბალაჩევაძე ვცლად. წუთი-წუთზე დაიწყება ოცნების პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილის მოსმენა. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით არის დღეს დაბარებული პარლამენტში და მან უნდა გასცეს არაერთ კითხვას პასუხი. კითხვები კი ძირითადად შეეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას და იმ ნაბიჯებს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადადგა. სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვახსოვს, როგორ განვითარდა პროცესები. პირველად, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი ყობახიძემ გააკეთა განცხადება ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება გავიგეთ ჩვენ, რომ მათ შეაჩერეს მოლაპარაკებების ეტაპი ევროკავშირთან 2028 წლამდე. ეს იყო სწორედ მათი მხრიდან ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, რასაც შემდგომ მოჰყვა ჩვენი პარტნიორების მკაფიო პოზიციები, მათ შორის მკაფიო ნაბიჯები, ვგულისხმობ სანქციების პოლიტიკას და ამას შემდგომ უკვე დაემატა ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიული კანონების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და ფაქტობრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა ქვეყანაში, რასაც ასევე მოჰყვა ძალიან მკაცრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის მემაყურებელს შევახსენებ ბოლო გადაწყვეტილებას ევროკომისიამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს შეუზღუდა საერთოდ უვიზდოთ მიმოსვლა. შესაბამისად არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება ის პოლიტიკა, რომელიც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ოცნების ხელისუფლების მისამართით. ისინი პირდაპირ აკეთებენ განცხადებებს წარმომადგენლობებისგან, პირდაპირ გვესმის ჩვენ მოწოდებები, რომ ქართული ოცნება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებს, ვინაიდან ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დღეს კითხვები დავუსვით ოცნების დეპუტატებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რა კითხვები ექნებათ მათ, მაგალითად მაკა ბოჭორიშვილთან, რას აკეთებს ქართული ოცნება ევროინტეგრაციის გზაზე, არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე რესურსი ევროკავშირში გაწევრიანებისა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. დღეს კი ივანიშვილის გუნდის წევრები ჩვეულ ფორმაში არიან, მათ ისრები ჩვენი პარტნიორებისკენ გადააქვთ და ამბობენ, რომ ეს ურთიერთობები სწორედ მათ შეაჩერეს. მაკა ბოჭორიშვილთან თქვენ რა კითხვები გექნებათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? მაკა ბოჭორიშვილთან რა კითხვები გექნებათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? როგორ მიდის ეს პროცესი? ევროინტეგრაცია ვერ გავიგე ეს მეკითხები. ეს მოდის ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში, არ გაქვთ ინფორმაცია? დიახ. და რა კითხვები გექნებათ? არ ვიცი ჯერჯერობით. ნახოთ რა ინტეგრაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს? კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გააჩერა ეს პროცესი ქართულმა ოცნებამ. თქვენ რას გქონდათ? არა, ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუჩერებია. როგორ გააჩერა? თვითონ გააჩერეს და ძალიან კარგად იცით ეს თქვენ. პარტნიორებმა გააჩერეს, ევროკავშირმა გააჩერა ეს პროცესი ქალბატონებმა. დიახ. თქვენ არ გესაუბრებით ბატონო ვიქტორ? თქვენ არაფერი კითხვა არ გექნებათ მაკა ბოჭორიშვილთან? ყველამ კარგად ვიცით, თავად ევროკავშირის ელჩმა გამოაცხადა ეს ფაქტი, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებდა განცხადებას, რომ თავად ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას ამ ევროინტეგრაციას საქართველოსთან. ასევე მიზეზებიც გამოცხადდა, მათ შორის ოფიციალურად თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან უკვე ბრიუსელს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს საერთოდ ბრძოლაა გამოცხადებული ევრობიუროკრატიასთან და ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გაეყინა ევროინტეგრაციის პროცესი და მათსავე წერილში ეს არის მკაფიოდ აღნიშნული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ზაფხულის გადაწყვეტილებას გულისხმობ. ამიტომ ეს საქართველოს არაფერ შუაში არ არის, ასე ვთქვათ. ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, ასე რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება და ბრიუსელმა თუ ჩათვლის საჭირო, თავადვე უნდა მიიღოს ამ ურთიერთობების აღდგენის, მოდი ასე დავარქმევდი, გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს გიორგი გახარიას გუნდმა დაიბარა ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილი ოცნების პარლამენტში და მთავარი და ძირითადი არის ის 19 კითხვა, რაზეც ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწევს პასუხების გაცემა, მათ შორის ოპოზიციის დეპუტატები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუცია დაარღვია საერთოდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ვინაიდან უარი თქვა ევროინტეგრაციის პროცესზე. შესაბამისად მათ აქვთ არაერთი კითხვა მაკა ბოჭორიშვილთან, რომელიც არის სწორედ ერთ-ერთი პასუხისმგებელი, რომლის უწყებაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით
და ისინი ელოდებიან ამ პასუხებზე, ამ კითხვებზე დეტალური პასუხების მიღებას. სრულად გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მაშინ, როდესაც განაცხადა კოპახიძემ, რომ საქართველოს აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ამიტომ ყველა ჩვენი კითხვა ეხება იმას, თუ რატომ გადადება საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მესნაბიჯი და ზოგადად რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ანგარიში, ევროკომისიის მიერ გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც არის ისტორიულად ყველაზე კრიტიკული და ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე უარესი სიტუაცია დემოკრატიული განვითარების და ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით აქვს საქართველოს. და ამაზე პასუხისმგებელი რა თქმა უნდა არის ოცნება და რა თქმა უნდა არის კალვატონის საგარეო საქმეთა მინისტრი. უკვე გაიხსნა სხდომა ოცნების პარლამენტში რამდენიმე წუთში უკვე ტრიბუნას დაიკავებს მაკა ბოჭორიშვილი და მას მოუწევს 19 კითხვაზე პასუხის გაცემა. სავარაუდოა ის, რომ რიტორიკა იქნება ისევ იგივე, რაც მოგვისმენია ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა ისევ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე. ასეთი არის დღეს ოცნების დეპუტატების განწყობა წინასწარვე და ასეთი არის ის რიტორიკა, რასაც ვისმენთ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან.